გესმით ჩემი ხმა? ძალიან კარგი. იმას ვამბობდი, რომ ეს ქალი წელში მოხრილი და მოკრუნჩხული იყო 18 წლის განმავლობაში. როცა ბიბლიურ გადმოცემაში ძველი აღთქმისა იქნება ის თუ ახლისა მოცემულია რიცხვი, იგი ყოველთვის რაღაცაზე მიანიშნებს. 18 ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, რამდენადაც იგი აღნიშნავს სიცოცხლეს. ებრაულად ეს სიტყვა არის ხაი. იქნებ დაწერო ეს სიტყვა ხაი, სიცოცხლე. ეს არის ძალიან ლამაზი სიტყვა, 200-ოსგან შემდგარი. პირველი 100 არის ხეთ, მეორე არის იოდ. როგორც ხედავთ, პირველი 100 ბარიერს აღნიშნავს და მართლაც მისი თავდაპირველი იდეოგრამა არის ბარიერი. ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ორ ნაკვეთს შორის. მას ეს იდეოგრამა აღნიშნავს ბარიერს და გვეუბნება, რომ აქ წინაღობაა. ამ ბარიერის მეორე მხარეს არის ეს არაჩვეულებრივი 100 იოდ. იოდ აღნიშნავს არსების იოდევაბეს, ანუ უფალს, რომელიც თავად სიცოცხლეა. მაშასადამე ამ მარადიულ სიცოცხლეს ვერ მივაღწევთ, თუ წინაღობებს არ გადავნახავთ. ყველაფერი აქ ნათქვამი. სიცოცხლის გზაზე განსაცდელებია გამოსავლელი. ისინი გვეძლება იმისთვის, რომ ასწვრივად გავიზარდოთ, ავღორძინდეთ, კიდევ და კიდევ, კიდევ და კიდევ. სიცოცხლე უსასრულოა, იგი გულისხმობს თანმიმდევრული ეტაპების წყებათა ავლას, ვიდრე არ მივაღწევთ სახელს. სახელი ესაა ცნება, რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიბლიური ტრადიცია. იგი აღნიშნავს იმას, რაც უნდა გავხდეთ. ჩვენ გვიცნობენ ჩვენი წინა სახელით, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს ნამდვილ სახელს. მას მხოლოდ მაშინ შევიცნობთ, როცა გავხდებით ის, რაც უნდა გავხდეთ. ამ სახელის აგებაზეა საუბარი დაბადების წიგნის მეორე თავში, როცა ღმერთი სთხოვს ადამიანს დაასახელოს სულის ცხოველები. აქ სახელდება კი არ არის თავარი, არამედ იმ ენერგიის გარდაქმნა შეთვისება, რომელსაც ესა თუ ის ცხოველი განასახიერებს. სწორედ ამ გარდაქმნილ შეთვისებული ენერგიებით აიგება ჩვენი სახელი, ჩვენი ნამდვილი ბუნება, პიროვნულობა. ეს არის უაღრესად არსებითი რამ, მართლა არსებითი. ეს ის სამუშაოა, რომელიც უნდა შესრულდეს გულის მატრიცაში, იგივე ცეცხლის მატრიცაში, რასაც სახარება სულით ნათლობას, ცეცხლით ნათლობას უწოდებს. ამ მოკრუნჩხული ქალის ამბავი ხდება სინაგოგაში. იგი წელშია მოხრილი, მას არ შეუძლია ზეაღმართვა. ეს სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობაა. მართლაც სიცოცხლე ეს აწყება ეტაპობრივი გარდაქმნებისა, რომლებიც ჩვენ ასწვრივად ზრდას, ვერტიკალიზაციას განაპირობებს. წელში მოხრილობა კი იმას ნიშნავს, რომ ვერავითარი ასწვრივი ზრდა აღორძინება ვერ ხდება. სახარებაში მკაფიო მინიშნებებია იმაზე, რომ ეს წელში მოხრილი ქალი განასახიერებს მდედრულ, ანუ შინაგან მხარეს იმისა, ვინც სინაგოგას წინამძღოლობს. ეს იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ სინაგოგის წინამძღვარი რაბინი ალბათ მნიშვნელოვან თემებზე ქადაგებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ შორსაც ვერ მიდის, რადგანაც სიღრმისეულად მხოლოდ იმ ცოდის გადმოცემა შესაძლებელი, რომელიც გამოცდილებაზეა დაფუძნებული, გამოცდილებისეული. ეს რაბინი კი არ არის ასწვრივად განვითარებული, ვერტიკალიზებული. იგი იცავს რჯულს, ცდილობს საუკეთესოდ შეასრულოს თავის მოვალეობები, მაგრამ მისი ღვაწლი შორს ვერ მიდის. შესაბამისად, მისი მრევლიც მწყურვალე და მშიერი რჩება. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ მრევლის წევრები მიატოვებენ ტაძარს, რადგანაც იქ ვერ იღებენ საზრდოს, ასე რომ სწურია მათ არსებას. ამის ნაცვლად ტაძარი მათ თავაზობს მხოლოდ ყოველდღიურ, უფერულ, მწირ საკვებს, რომელიც ვერაფერს იძლევა. რაბინის სწავლება არ მომდინარეობს იმ ცოცხალი წყაროდან, რომელსაც გარდამქმნელი და გამათავისუფლებელი ძალა აქვს. მსგავს სიტუაციებს ხშირად ვაწყდებით დღევანდელობაშიც. უფერულად მიყოლა წესჩვეულებებისა, ისე რომ არ ხდება ადამიანის არსების გარდაქმნა, ასწვრივად ზრდა აღორძინება.
ვერტიკალიზება. ეს ვერც იმათში ხდება, ვისაც ღვთაებრივი სწავლების პასუხისმგებლობა აკისრიათ და შესაბამისად ვეღარც მათ მრევლში მოხდება. ეს უზომოდ სამწუხარო და სევდისმომგვრელია. ამ ამბავში კიდევ ერთი რამ იქცევს ჩემს ყურადღებას. გუშინ განხილული სახარებისეული ამბავით ხელგამხმარი კაცის განკურნება ხდებოდა ასევე სინაგოგაში და ასევე შაბათ დღეს. როცა ფარისევლებმა მოისურვეს ქრისტესთვის ბრალის დადება, რომ იგი ჯულს არღვევდა, გახსოვთ რა უპასუხა მან. ცხვარი რომ ორმოში ჩაგივარდეთ შაბათ დღეს, რომელი თქვენგანი არ ამოიყვანს მასო. დღეს განხილულ ამბავში ცხვარზე კი არა, ვირსა და ხარზეა საუბარი. გახსოვთ რა უპასუხა ქრისტემ სინაგოგის განრისხებულ წინამძღვარს, რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დამბულ ხარსა თუ ვირს და არ წაიყვანს დასარწყუებლადო. რა სიმბოლური მნიშვნელობა გზვირსა და ხარს, რომლებსაც ტრადიციულად ბაგაში ხვდებით. ეს ორი ცხოველი გვხვდება ასევე ძველი აღთქმის კანონებშიც. იქ ნათქვამია ერთად არ დააბამ ვირს და ხარსო. ეს ცხოველები ესაია წინასწარმეტყველის წიგნშიც არის დასახელებული და სხვაგანაც. როგორც ჩანს, ვირი და ხარი უაღრესად მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან. ჯერ ხარს შევეხები. ხარი ებრაულად არის ბახ, რაც ნაყოფიერებას გამოხატავს. სხვათა შორის, ეს სიტყვა არის ძირი სიტყვისა ნაყოფი ფრანგულ ენაშიც კი. ამ სიტყვის ძირი ბევრ სხვა ენაშიც გვხვდება. ესაა ნაყოფიერება. ხარში არსებითი მნიშვნელობა რქებს აქვს. ხარი იგივე რქებია. რქები არის ცისკენ აღმართული ანტენები ინფორმაციის იქიდან მისაღებად. ესე იგი განასახიერებს იმას, ვინც არის მცოდნე, ვინც საგანთა არ წვდება. სხვათა შორის, ხარის თავის გამოსახულებიდან მომდინარეობს ებრაული ანბანის პირველი ასო, ალეფ. შეგიძლია დახატო ხარის თავი და გვერდით ასო ალეფ. ცისკენ აღმართული რქებით და ასევე თუ იცი ბერძნული ალფაც. როგორც ხედავთ, ბერძნულში ალფას რქები ჰორიზონტალურადაა მიმართული. მაშა სადამე, ჩვენ აღარ გვაქვს ცისკენ აღმართული რქები. ანუ ინფორმაციას ვიღებთ არა ზეციდან, არამედ სამეზობლოს ჭორბიოროდან. სწორედ ესაა სევდისმომგვრელი მდგომარეობა მოხრილი ქალისა, რომელიც ვერ აღიმართება ცისკენ და რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. რაც შეეხება ვირს, აქ არსებითი მნიშვნელობა ყურებს აქვს. ვირი იგივე ყურებია. ის მსმენელია. შემა ისრაელ. შემ. ისმინე ისრაელ. შემ, ანუ სახელი, რომელიც აქაა შენ სიღრმეებში. თუ კი ხარი გონიერებას უკავშირდება, ვირი უკავშირდება სიბრძნეს. გონიერება და სიბრძნე ერთმანეთისაგან განუყრელია. გავიხსენოთ იაკობის კიბე. როცა იაკობმა უპასუხა თავისი დიდი წინაპრის აბრაჰამის მოწოდებას წადი შენკენ ლეხ და გაუდგა გზას თავისი შინაგანი მდედრული მხარის დასაუფლებლად, მან იხილა ცასაწვდენილი კიბე. წარმოიდგინეთ კიბის ორი ვერტიკალური საყრდენი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სიბრძნესა და გონიერებას განასახიერებს. კიბის ყოველ საფეხურზე ახალი სიბრძნე და ახალი გონიერება, მომდევნოზე კიდე ახალი სიბრძნე და ახალი გონიერება. ამიტომაა, რომ ის, რაც ჭეშმარიტია ერთ კონკრეტულ დონეზე, აღარ არის ჭეშმარიტი მომდევნო დონეზე.
იქ სხვა სინამდვილეა და ამ სინამდვილის შესაფერისი ჭეშმარიტება. მერე კიდევ სხვა და ასე შემდეგ. კიბის საფეხურების ავლა ჩვენი შინაგანი არსების ეტაპობრივად დაუფლებას ნიშნავს ყოველ დონეზე ვეუბნებით ახალ გონიერებას, ახალ საზრისს და ამ საზრისის შესატყვის სიბრძნებს. ამ აზრით ჩვენ სიკეთესა და ბოროტებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, მათ არა აქვთ რამე ონტოლოგია, ცნობადის ხე, რომელიც განსხვავებული სახით გამოხატავს იმავე რეალობას, რასაც იაკობის კიბე. სიკეთისა და ბოროტების ხე კი არ არის, არამედ განსრულებული და განუსრულებელი შესაძლებლობების ხეა. ასწვრივი ზრდის კონკრეტულ დონეზე საგანთა გარკვეულ საზრისს შევიცნობთ და შესაბამის სიბრძნეს დავეუფლებით. მომდევნო დონეზე საგანთა ეს საზრისი უქმდება ახალ საზრისს და შესატყვის სიბრძნეს ვეზიარებით. როგორც ხედავთ, საქმე ეხება რეალობის განსხვავებულ დონეებს, რომლებიც შეესატყვისება ცნობიერების განსხვავებულ დონეებს. დღეს ფიზიკოსები ყოველასათვის ხელშესახები უშუალო რეალობის მიღმა აღმოაჩენენ სულ უფრო და უფრო მეტად მოუხელთებელ რეალობებს. ჩვენ კი შეგვიძლია შინაგანი გზებით გამოვცადოთ ცნობიერების სულ უფრო და უფრო მეტად მოუხელთებელი დონეები, რომლებიც შეესაბამება ამ მიღმიერი რეალობის დონეებს. ძალიან გვეხმარება დღეს კვანტური ფიზიკის აღმოჩენები. მართლაც, რასაც ჩვენ მხოლოდ შინაგანი გზებით შევიცნობდით, ხშირად უკუგდებული იყო მეცნიერების მიერ და მოჩვენებით ხილვებად მონათლული. ახლა კი მეცნიერება აღარ უარყოფს მათ, რადგანაც ამ აღმოჩენებს თავად აკეთებს. მაშა სადამე, მოხრილი ქალი, ესაა სინაგოგის წინამძღვარი, რომელმაც ვერ მოახერხა სულიერი ზრდა აღორძინება, შესაბამისად, მისი სწავლანი მოსაწყენია, რუტინული, ვერაფრით ეხმარება წინსვლასა და ზრდაგან ვითარებაში. ამ თემატიკას ძალიან ხშირად შევხვდებით სახარებაში. ამას ვნახავთ კიდეც სხვა სახარებისეული ამბების განხილვისას.